გალატელთა მეოთხე თავის პირველი და მეორე მუხლი პავლე მოციქული ამბობს ვამბობ მე მკვიდრე მეთქი მაგრამ ვიდრე ის ჩვილია არაფრით განირჩევა მონისაგან თუმცა ყოვლის მფლობელია თქვენ გახსოვთ რომ პავლე მოციქული გალატელთა წერილში საუბრობს იმის შესახებ რომ ბავშვი როდესაც პატარა არის ის დადის სკოლაში ზოგი ბაღში დადის მაგრამ სკოლის ასაკში როდესაც დადის ბავშვი პირველ კლასშია და მეორე კლასშია მას მიყვება ხოლმე მშობელი სკოლამდე იმიტომ რომ ჯერ პატარაა და გზას ვერ გააგნებს შეიძლება გადაუხვიოს ამიტომ ვიღაცა რომელიც არის მეურვე, რომელიც არის დამხმარე, თუ ის მდიდარი ოჯახიდან არის მშობელი ხშირად არ მიყვება, არამედ პავლე მოციქული ამბობს, რომ არის სახლში, ოჯახში პიროვნება, რომელიც სკოლის კარამდე მიიყვანს მას, შემდეგ ჩააბარებს მასწავლებლებს და უკვე ამ მეურვეს შეუძლია შვიდად იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ მასწავლებლებს ჩააბარა პატარა ბავშვი. და პავლე მოციქული ამბობს, რომ შეიძლება ბატონის სახლში არის შვილი და ის მემკვიდრი არის. ანუ ერთი შვილი ყავს ბატონს და რა თქმა უნდა ამ შვილს ეკუთვნის ყველაფერი. მაგრამ სანამ ის პატარა არის, არაფრით განირჩევა მონისაგან. ისი არ არის რომ პატარა ბავშვი არის ბატონის შვილია და რასაც უნდა იმას გააკეთებს, რა ბრძანებასაც უნდა იმას გასცემს. ასე არ არის. მას ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს. მას ეუბნებიან აქ წადი, იქ მოდი, სწავლა არ მინდა, ასე არ არის, უნდა დაჯდე და ისწავლო. ეხლა წამოდი სკოლაში მივდივარ, არა მეძინება, მე ბატონი ვარ, რამდენსაც მინდა იმდანს ვიძინებ, არა. რასაც გეტყვიან იმას გააკეთებ. ამიტომ კი არის მემკვიდრე, მაგრამ ის ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისაგან. როგორც მონას ეუბნებიან წადი და მოდი, ისე არის ეს პატარა ბავშვიც. თუმცა ყოვლის მფლობელია. შესაძლებელია პავლე მოციქული განიხილავს იმ მდგომარეობას, როდესაც მას უკვე მამა არ აყავს, გარდაცვლილი არის, დედაც რაღაც ისა და ის არის ბატონი. ის არის მემკვიდრე. მას იურიდიული ძალაუფლება აქვს, მაგრამ ჯერ რადგან ბავშვია, ამიტომ უფროსები ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს. არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება, იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. შეიძლება მამამისმა ანდერძი დატოვა, ასეთი რომ სანამ 18 წლის არ გახდება, ამ ბავშვის ჭკუაზე არავინ არ გაიაროს. გაიაროს ჩემს ერთგულ ხალხთან, რომელიც დაყენებული მყავს სახლში. ამიტომ მამამისის დაყენებულ დრომდე, ჟამამდე წერილია დაწერილი, რომ ამ ბავშვის ჭკუაზე არ იაროთ. თუმცა მემკვიდრია და ყველაფრის უფლება აქვს. შემდეგ ამბობს პავლე მოციქული აგრძელებს, ასევე ჩვენც ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით. მაშასე პავლე მოციქული ძალიან კარგია მაგალითებში. და ის ამბობს ეხლა ხო გითხარით ყრმის შესახებ, ბავშვის შესახებ, ბატონის შვილის შესახებ. ყველაფრის მფლობელი რო იყო, ასევე ვართ ჩვენც. ვინ ჩვენ? საუბარი არის იუდეველებზე. წინა მუხლებში პავლე მოციქული საუბრობდა წარმართებზე, წარმართებმა როგორ მიიღეს აბრაამის მემკვიდრეობა. და ის ამბობს, რომ აბრაამის შთამომავლები არ იყვნენ წარმართები არც სისხლით, არც ხორცით და არც გაგებით. მათი ღმერთი სხვა იყო, წარმართების ღმერთი სხვა იყო. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ იესო ქრისტეში შეერთდა ყველა და რწმენით ჩვენ გავხდით აბრაამის მემკვიდრეები. მაგრამ ეხლა ებრაელებზე ამბობს.
ისრაელზე ამბობს, რომ ჩვენც, ანუ ის თავის თავსაც აიგივებს ისრაელთან, ჩვენც ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთი სოფლის წესებს ვემონებოდით. ახლა ისმის კითხვა, რა საუბრობს, როდის ვიყავით ჩვენ ყრმანი? გალატელთა 4:4. და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ, როდესაც რჯულში ვიყავით სულიერად ჩვილები. იმიტომ რომ რჯული გვეუბნებოდა ჩვენ ეს გააკეთე, ის არ გააკეთო, ეს გააკეთე, ის არ გააკეთო, მაგრამ ჩვენ ძალაუფლება არ გქონდა არაფრის. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ გამოცხადება არ გქონდა სულიერი, სრულყოფილი იესო ქრისტეს შესახებ. რჯული ლაპარაკობდა ქრისტეს შესახებ, მაგრამ ეს იყო ყველაფერი იყო მინიშნებები, ყველაფერი იყო სიმბოლოები, ყველაფერი იყო იესო ქრისტეს შესახებ, მაგრამ დრო არ იყო მოსული, რომ ადამიანებს სრულად გაცხადებოდათ ღმერთის დიდება. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ რჯულში რო ვიყავით ჩვილები, რჯული გვასწავლიდა, გვეუბნებოდა, მაგრამ არ ვიცოდით ბოლომდე, არ ქონდა ის სიტყბო შეცნობილი ბოლომდე არ ქონდა ღმერთის სულის მოსვლა, ეს შეხება, ეს მადლი, ეს გამოცხადებები, ეს საჩუქრები, არ იყო გახსნილი ეს კრეცაბმელი, როგორც ძმამ თქვა აქა. ამიტომ იყო ჩვილები, ვიყავით ჩვილები. მანამდე როგორც ის ბავშვი იყო, კი ვიყავითო პოტენციურად ძალაუფლების მქონენი, მაგრამ ჯერ რჯულში ვიყავით ჩაჭედილი. მაგრამ როდესაც მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. იესოც რჯულით დადიოდა, იესოც რჯულში იზრდებოდა, მაგრამ იესო იყო ის, როგორც მამ თქვა, შევიდა წმინდათა წმინდაში, შეგვიყოლა და თუ აქამდე არ ვიცოდით წმინდათა წმინდაში რა ხდებოდა, ეხლა გახსნილია ჩვენთვისაც ყველაფერი, როგორც იუდეველებისათვის, ასევე წარმართებისათვის. დიდება იესოს. ამის შესახებ ლაპარაკობს პავლე მოციქული. და კიდევ ერთი მუხლი. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო. ის, ვინც ჩვენ რჯულში ვიყავით, ჩვილი ვიყავით, უკვე მოვიდა სისრულე დროისა და უკვე ვართ ნამდვილი შვილები. ანუ მემკვიდრემ უკვე მიიღო ძალაუფლება. თუ მას ეუბნებოდნენ, ის გააკეთე, ახლა მას შეუძლია თქვა, იესო ქრისტეს სახელით მე მაქვს ძალაუფლება. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ამიტომ ჩვენ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ახალ დროში ვცხოვრობთ და ჩვენ ვიყენებთ ამ ძალაუფლებას და ბოროტი ვერ მოგვატყილებს. ჩვენ ეს გვაქვს საჩუქრად, ჩვენ რწმენით ვიღებთ ყველაფერს, რჯული, წესშეულებები, ყველაფერი. შემდეგ გალატელებში ჩვენ ვისაუბრებთ ამას. ყველაფერი არის წასული, როგორც ძმამ თქვა, კარგი მუხლი თქვა, გაიხაფარდა. იქ უნდა შესულიყო მარტო წვერები, დიდი ქუდით, მთელი საცეცხლურებით, მთელი ამბები და სხვა თუ შევიდო და შეიძლება მომკვდარიყო, გაიხაკრეთ საბმელი. შევიდა იესო, მისი სისხლით ჩვენც უკვე ვართ წმინდათა წმინდაში. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს, დიდება ჩვენს ყველდემთვარს